კაცობრიობა საწყისს აფრიკის კონტინენტიდან იღებს. მიიჩნევა, რომ თანამედროვე ადამიანის წარმოშობა მიგრაციის ერთიანი ხაზისკენ მიდის, რომლის წარმომადგენლებმა 150,000 წლის წინ ევროპაში გადაინაცვლეს. შემდგომ კი სხვა კონტინენტებზეც. თუმცა მედისონში, ვისკონსინის, დევისის, კალიფორნიის, მაკგილის და სხვა კვლევაში მონაწილე უნივერსიტეტების მეცნიერები ამტკიცებენ, რომ ყველაფერი ასე მარტივი არ არის. პალეოანთროპოლოგების და გენეტიკოსების ერთობლივი ნამუშევარი დისკუსიის ნაწილია. პალეოანთროპოლოგიაში არსებობს კითხვა, როგორი იყო აფრიკაში ადამიანის პოპულაციების სტრუქტურა, ვინაიდან გენეტიკური გადმოსახედიდან გამოცდილი იყო ძალიან ცოტა მოდელი. გვაქვს ერთიანი წარმომავლობის მოდელი, რომელიც შიდა არქაული შერევის ელემენტების ჩართვით მხოლოდ ახლახან გაფართოვდა. იმავე მიდგომით, როგორც ნეანდერტალელებმა შეიტანეს წვრილი პოპულაციაში, რომელმაც აფრიკა უკვე დატოვა. გენეტიკური მონაცემებით შეიარაღებული ზოგიერთი შესაძლო მოდელის გამოცდა გადავწყვეტეთ. გენომურმა კვლევამ ჩვენს დნმ-ში ნაპოვნი მტკიცებულება წარმოადგინა, რომელიც ადამიანის სხვა კონტინენტზე მიგრაციის სწორხაზოვან ხერხს ეჭვქვეშ აყენებს, რომელიც საწყისს ერთი პოპულაციიდან იღებს. უფრო წარმოადგენს ქსელს, რომელიც სხვადასხვა პოპულაციას აკავშირებს. მონაცემები მულტირეგიონალურ ჰიპოთეზას ამყარებს, რომლის თანახმადაც ზანამჩვენი სახეობის წარმომადგენლები აფრიკას დატოვებდნენ, კონტინენტზე გენების მიმოცვლა ხდებოდა სულ მცირე ორ სხვადასხვა პოპულაციას შორის. მოდელების აწყობა ვცადეთ, რომელიც ამ პოპულაციებს მიგრაციის მეშვეობით დააკავშირებდა. ასევე მის შიგნით განხეთქილებებს და გაერთიანებებს. ამის გასაკეთებლად გენეტიკურ ვარიაციებში კანონზომიერებს ვეძებდით. მუტაციებს, რომელიც შეიძლება პოპულაციებისთვის საერთო ყოფილიყო. კვლევის ფარგლებში სამხრეთ აფრიკის, სიერა-ლეონეს, ეთიოპიის 290 წარმომადგენლის გენომი შეისწავლეს. ასევე კვლევაში ჩართეს ბრიტანელების გენეტიკური მონაცემები, რათა კოლონიალიზმის ხანის აფრიკაში მიმართული გენეტიკის ნაკადი მოენიშნათ. ასევე ხორვატების გენომი, რათა მიეღოთ საანგარიშო მონაცემები იმ ხანისთვის, როდესაც აფრიკიდან წამოსულ პოპულაციებში გენეტიკურ მიმოცვლაში ნეანდერტალელები შევიდნენ. აფრიკის კონტინენტის სხვადასხვა ნაწილში განცალკევებით არსებული და ევოლუციურად განვითარებადი ისტორიამდელი ადამიანის პოპულაციები შეიძლება არსებულიყო უკვე 400,000 წლის წინ. მოდელი, რომელიც ჩვენი შეხედულებით უპირატესია, ყველაზე სავარაუდო მონაცემებიდან გამომდინარე მეტყველებს იმას, რომ მრავალი პოპულაცია იყო. აფრიკაში უკვე გავრცელებული სულ მცირე 2 ან 3. ეს პოპულაციები მიგრანტებით იცვლებოდნენ, ხანგრძლივი ან ხშირი კონტაქტი ჰქონდათ, იმავე მიდგომით, როგორც ამჟამად მსოფლიოში მცხოვრები ადამიანები. დედამიწაზე ადამიანის გავრცელების ზოგიერთი ვარიანტი დღემდე შესაძლებელი რჩება. შეიძლება ყოფილიყო რამდენიმე სუბპოპულაციური ჯგუფი აფრიკიდან, რომელიც ერთიან ნაკადად მიგრირდა. ერთად აღმოჩნდებოდა და კონტინენტზე ცვალებად კლიმატურ პირობებში შეერეოდა, მაგრამ შესაძლებლობა იმისა, რომ მიგრაციული ნაკადები ერთიანი ნაკადით არ მიმდინარეობდა, გამორიცხული არ არის. რაც უფრო დაწრულებით იკვლევენ ჩვენს გენომს, მით უფრო ახლა რთულია ისტორიამდელი ადრეული ადამიანის ცხოვრებისა და მიგრაციის ისტორია.